რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ ეს რეპრესიული პოლიტიკა, რაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ქვეყანაში უფრო და უფრო მწვავდება, რაღაცნაირად კანონმდებლობის სახით იღებს და რეალურად ქართული ოცნება ცდილობს, რომ ეს რეპრესიული პოლიტიკა დააკანონოს და გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს და გაზარდოს წნეხი ნებისმიერ ადამიანზე, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს და აქვს ქვეყანაში განსხვავებული აზრი. რეალურად გუშინ ჩვენ რაც მოვისმინეთ მამუკა მდინარაძისგან, ეს არ იყო საერთოდ სიახლე და ეს არ იყო მოულოდნელი, იმიტომ რომ გვახსოვს თუნდაც დეკემბერში მიღებული კიდევ ერთი პაკეტი ყაველაშვილმა, რომელსაც მოაწერა ხელი და როდესაც ნიღბების ტარება, ხო, მაგალითად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეფასდა აქციაზე და ჯარიმასაც ითვალისწინებს. რაზეც თქვენ საუბრობდით ახლა საკანონმდებლო პაკეტზე, რაც რეალურად დაჩქარებული წესით მიიღეს, ხო, საქართველოს პარლამენტმა ფაქტობრივად პირდაპირ რომ გითხრათ, საერთოდ არეალს აღარ უტოვებს ადამიანს, რომ ისარგებლოს კონსტიტუციური უფლებით, რასაც შეკრების და გამოხატვის თავისუფლება ჰქვია და საერთოდ უგულებელყოფილი არის ამით ეს უფლება. ზოგადად საინტერესო არის ამას იმ კონტექსტში შევხედოთ, რომ თავად კანონიც განსაზღვრავს, რა შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს, ხო, ეს უფლება. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ განჭვრეტადი კანონით, ანუ მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს, ისეთი კანონით, რომელიც ცხადად გვაჩვენებს, რომ აუცილებელი არის, რომ შეიზღუდოს ეს უფლება. ჩვენ ვნახეთ ეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც რეალურად არის ბუნდოვანი საერთოდ და აბსოლუტურად მისი განმარტება თუნდაც დამოკიდებული არის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე აბსოლუტურად ან თუნდაც სასამართლოზე შემდეგ მოგვიანებით და აი ზოგადად რაზეც თქვენ საუბრობდით, რას ითვალისწინებს ეს საკანონმდებლო პაკეტი, ხომ? ეს ითვალისწინებს ერთი მხრივ ძალიან მძიმე სანქციებს, კიდევ უფრო დამძიმებას სანქციების, მეორე კონკრეტულ ლოკაციებს, სადაც შეიძლება ჩატარდეს ან არ ჩატარდეს, ხო, მაგალითად დახურულ სივრცეებში აიკრძალა მესაკუთრის თანხმობის გარეშე, ხო, ვიცით. ასევე საინტერესო არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება იზრდება და მაგალითად რა შემთხვევაში, როდესაც არის მაგალითად შეკრება, იმართება აქცია და მაგალითად ადამიანებს აქვს სახე დაფარული და თუ ის შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ შეაფასებს, რომ ამას მასობრივი ხასიათი აქვს, შეიძლება საერთოდ შეწყვიტოს აქცია. ეს რას ნიშნავს, რომ ის ადამიანებიც, რომლებიც ამ აბსურდულ ნორმას რაც მიიღეს, ხო, შესაძლოა არც არ ღვევდნენ, ისინიც ექცევიან აი ამ დღის წესრიგში და მათ საერთოდ ეკრძალებათ იმ დროს თავიანთი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა. აი სპონტანურობას რაც შეეხება, თქვენ როდესაც საუბრობდით, 2023 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც შეკრების ორგანიზატორებს აღარ აქვთ მაგალითად ვალდებულება, აღარ ჰქონდათ ვალდებულება, რომ მუნიციპალური ორგანო გაეფრთხილებინა თუ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე იგეგმებოდა საპროტესტო აქცია. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ სპონტანური აქციის დეფინიცია გაჩნდა საერთოდ პაკეტში და ეს ამბობს, რომ ეს აქცია შეიძლება იყოს სპონტანური, მხოლოდ და რას ნიშნავს ეს? თუ სპონტანური აქცია ნიშნავს, თუ ეს არის საზოგადოებისთვის რაღაც მნიშვნელოვან მოვლენაზე უცებ, ხო, დაიწყო ამისი შეფასებაც ძალიან ფართო მნიშვნელობის არის მოგეხსენებათ და მეორე თუ მაგალითად 5 დღით ადრე არ მოხდება გაფრთხილება მუნიციპალური ორგანოსი, შემოდის ჯარიმები, შემოდის 60 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობაც მათ შორის და მათ შორის სპონტანურ აქციის დროსაც კი ითვალისწინებს გაფრთხილების ვალდებულებას გონივრულ ვადაში. არავინ არის ის გონივრული ვადა რა არის? ინტერპრეტირების საშუალებას საგანი არის და ასევე ამბობს კანონ პროექტი, რომ უნდა დაკონკრეტდეს რა ფორმით უნდა მოხდეს გაფრთხილება. არ ვიცი ეს სატელეფონო ზარით იქნება თუ რაღაც განცხადების ფორმა იქნება წერილობით. მოკლედ რეალურად მაგალითად როდესაც ჩვენ უკვე თქვენ თქვით 2 თვეზე მეტი არის რუსთაველის გამზირზე იკრიბება ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანები და იკეტება რუსთაველის გამზირი, ამაზე გვეუბნება რომ 5 დღით ადრე მაგალითად შეიტანო გაფრთხილება თუ არ და დაგაჯარიმებ. ეს არის რა თქმა უნდა მსუსხავ ეს ისახავს მიზნად რომ მოახდინოს შეკრების უფლებაზე მსუსხავი ეფექტი. ეს ერთ დეტალს დავაზო, ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზეა თუ აი მაგალითად რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვისასაც აუცილებელია რომ წინასწარ ჩავაყენოთ უწყებას ნებისმიერ ადგილას, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა შეიძლება იყოს, ეს იყო ისედაც ანუ ითვალისწინებდა კანონმდებლობა იმას, რომ გაფრთხილება შესულიყო, თუმცა ეს იყო უბრალოდ გაფრთხილება და არა ნებართვა, ამაზე არ იყო სანქცია მაგალითად და ახლა დაწესდა სანქცია, თუ ამას არ აქვს ერთჯერადი ხასიათი და განმეორებით მოხდა მაგალითად 60 დღიანი პატიმრობა. აი, როდესაც გაზრდილ სანქციებზე ვსაუბრობთ, ასევე საინტერესო არის იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ნორმებთან მიმართებით, რასაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად იყენებს. ეს არის წვრილმანი ხულიგნობა, ეს არის პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა 166-173. აქაც შემოდის ადმინისტრაციული პატიმრობა ისედაც ჰქონდა, მაგრამ ეს პატიმრობა იყო 15 დღემდე ვადით.
ახლა გაზრდება, ჯარიმებიც იზრდება, მაგალითად თუ განმეორებით ხდება, რომ სამართალდამცავს უკვე ადმინისტრაციულ სახდადებული პირი მათი შებასებით არ ემორჩილება. ეს არის უკვე 6000 ლარი მაქსიმალური ჯარიმა და ასევე შეიძლება 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა იყოს გამოყენებული. რადგანაც აი გაზრდილ ჯარიმებზე და სანქციებზე ვსაუბრობთ, ამ ნაწილში საინტერესო იქნება ალბათ მაყურებელსაც აინტერესებს ეს თუ არსებობს რაიმე ტიპის მექანიზმი, რომელთაც სახელმწიფომ უნდა იხელმძღვანელოს ასეთ შემთხვევებში, როგორ რის მიხედვით უნდა განისაზღვრებოდეს ეს ნაწილი. ძალიან დიდი წნეხია, ხო? ეს მოქალაქეების ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი, რომ ძალიან მნიშვნელოვან კონსტიტუციურ უფლებაზე ვსაუბრობთ ჩვენ. ეს არის შეკრების და გამოხატვის უფლება. და სწორედ აი ეს გაზრდილი სანქციების ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ ჰქონდეს ამას მსხვავი ეფექტი აქციის მონაწილეებზე. ნებისმიერ ადამიანზე, ვისაც შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი, რომ ამ ადამიანებში დაინერგოს შიში, რომ ისინი აღარ გამოვიდნენ ქუჩაში, რომ მათ უბრალოდ აღარ გააპროტესტონ არაფერი. აი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთ გამკაცრებულ სანქციებზე, ასევე ძალიან საინტერესო არის ის საკანონმდებლო პაკეტში ის ახალი ნორმები, რაც შემოვიდა. აი მაგალითად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე, საჯარო მოხელეებზე, ხო? სიტყვიერი შეურაცხყოფის ნაწილი. სიტყვიერი შეურაცხყოფის ნაწილი, კი, შემოდის, ეს შეიძლება იყოს კანონში წერია შეურაცხყოფა, კანონპროექტში უბრალოდ ლანძღვაგინება და ამ შემთხვევაშიც არის ჯარიმები შემოსული, როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევდივართ, მაგრამ მეორე შემთხვევაში თუ ეს არის მუქარა ძალადობის მუქარა ამ პირებზე, საჯარო მოხელეებზე, პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე უკვე სისხლის სამართლებრივად დასჯადი ხდება. აი, ერთი საკითხი ამ თემასთან მიმართებით, აი შეურაცხყოფა თქვენ ახსენეთ, ახლა აი პოლიტიკოსების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა. ეს გასაგებია რომ დასჯადია და გააჩნია სიმძიმეს, მაგრამ თუ არსებობს ჩანაწერი იურიდიული განმარტება, რომელიც განსაზღვრავს, თქვათ, შეურაცხყოფის როგორც ასეთი დეფინიცია, რა არის კონკრეტულად არ არსებობს. უბრალოდ ამ შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით იმას, რომ შეიძლება იყოს თავად აი ამ ნორმიდან გამომდინარე რაღაც ლანძღვაგინება, მათ შორის შეურაცხყოფელი ქმედება, ასეთი ჩანაწერია ეს, რაც მოგეხსენებათ ძალიან ფართო ინტერპრეტაციის საგანი არის და ჩვენ მათ შორის ბოლო პერიოდში ვნახეთ უშუალოდ მოსამართლეთა მიდგომა, აი როდესაც ჩვენ საუბრობთ რომ აკავებენ ადამიანებს, იყო როდესაც მოწმე პოლიციელები მოდიან პროცესზე და ამბობენ რომ მონა დამიძახა. აი მონის დაძახებაზეც ადამიანები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში აი ამ ფარგლებში ექცეოდნენ და ჯარიმდებოდნენ, ხო? შესაბამისად ეს არის აბსოლუტურად დამოკიდებული სასამართლოზე, რომელიც ვხედავთ სამწუხაროდ რომ დღეს არის მიკერძოებული და ეს ნორმები, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, კიდევ უფრო მეტად მძიმე იმიტომ არის, რომ არ არსებობს ინსტიტუცია დღეს ქვეყანაში სამწუხაროდ, რომელიც არის დამოუკიდებელი და რომლის იმედიც ადამიანს მოქალაქეს ექნება რომ მიმართოს, მათ შორის პირველ რიგში ეს არის სასამართლო, რომელიც იღებს თქვენ კარგად იცით გადაწყვეტილებებს მოქალაქეების წინააღმდეგ და მათ შორის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პატიმრებზე, 50-ზე მეტი ადამიანის სისხლის სამართლის წესით დააკავეს ამ პერიოდის განმავლობაში, ბოლო 2 თვის განმავლობაში და ყველა შემთხვევაში, როდესაც პროკურატურა მათ შორის აღკვეთის ღონისძიებაზე, პატიმრობაზე იშუქებდა, ყველა დააკმაყოფილა, ხო, სასამართლომ. ანუ რეალურად ის ობიექტურ შეფასებაში არ შედის. ამიტომ აი ასეთ გაზრდილ მძიმე შემთხვევებზე და ჯარიმებზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, კიდევ უფრო მძიმე ეს იმიტომ არის, რომ ადამიანს სამართლიანი სასამართლოს უფლებაც საერთოდ არ აქვს. დღეს სამწუხაროდ. დიახ. აი საკანონმდებლო ცვლილებები, ინიციატივები, რომლებზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ვრცელდება თუ არა მათ შორის აი იგივე მედიაში, ან თუნდაც სოციალურ ქსელებში გამოთქმულ მოსაზრებებზე? რაც შეეხება ამ ნაწილს, ჩვენ განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ვხედავთ იმას, რომ ადამიანები, რომლებიც სოციალურად აქტიურები არიან, სოციალურ ქსელში პოსტავენ, მათ შორის ეს მნიშვნელობა აქვს Facebook, იქნება TikTok, იქნება თუ ასე შემდეგ. არის ჩხრეკა არაერთი ჩატარებული, მათ შორის არის ადმინისტრაციული წარმოება დაწყებული, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათ შორის ინტერპრეტაციას აკეთებს ამ შემთხვევაში ისე, რომ ეს ყველაფერი ვრცელდება მათ შორის სოციალურ ქსელში გარკვეულ აქტიურობაზე, ხომ? აქ საინტერესო არის სწორედ ის ნაწილი, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გამოხატვის უფლებაზე, სად უნდა გადიოდეს. ხო, ზღვარი. ძალიან საინტერესო არის მათ შორის ევროსასამართლოს პრაქტიკაც, როგორი არის ამ მიმართულებით. და ერთ-ერთი საქმე საიამ მათ შორის ასეთი ზუსტად წაიღო ევროპულ სასამართლოში, რომლის ფარგლებშიც TikTok-ზე ადამიანი, რომელმაც უბრალოდ ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ასეთი რაღაც, რომ თუ არ გინდათ მოისმინოთ რაღაც გინება, ნუ უყურებთ ამ ვიდეოს, ხო? მაგალითად და აქ სატრანსპორტო პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებენ, ხო? ამაზე დააჯარიმა სასამართლომ და საიამ წაიღო ეს სტრასბურგში და შესაბამისად ეს მანკი
ნაკლისფერი პრაქტიკა, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, რა თქმა უნდა, შეიძლება და არავის არ აქვს ხო ალბათ მოლოდინი იმის, რომ მაგალითად ეს ამაზე, მათ შორის სოციალურ ქსელებზე არ გავრცელდება. და ბოლოს აი ქართული ოცნება და მათ შორის მისი მხარდამჭერები ხშირად საუბრობენ ხოლმე იმაზე, რომ მსგავსი სამართლებრივი ნორმები, იგივე დემონსტრაციების დასშლის თვალსაზრისით არსებობს როგორც პირობითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე სხვა ევროპულ სახელმწიფოებში და ასე შემდეგ. ამიტომაც ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესო იქნება თუ კი ვისაუბრებთ იმაზე, აი ამ თვალსაზრისით როგორია საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა. ზოგადად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თუნდაც აი საპროტესტო აქციებზე რაღაც ნებისმიერი ძალის გამოყენებაზე, იგივე სამართალდამცავების მხრიდან, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობა ამას და არსებობს გარკვეული გარემოებები, როდესაც შეიძლება რომ გამოიყენოს სამართალდამცავებმა ესა თუ ის, ასე ვთქვათ, საშუალება იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტულ ქმედებას შეუშალოს ხელი. თუმცა, ევროსასამართლოს პრაქტიკით ეს არის ძალიან მკაცრად დადგენილი. რა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს ძალა ხო სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელმა? როდესაც აქცია იღებს ძალადობრივ ხასიათს. რა შემთხვევაში იღებს აქცია ძალადობრივ ხასიათს? აი ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ იმსჯელა და თქვა, რომ თუ კი არის საპასუხო რეაქცია, მაგალითად სამართალდამცავების ეს არ არის ძალადობრივი აქცია. ან თუ კონკრეტული მცირე ჯგუფი აკეთებს რაღაცას, ეს არ არის ხო ძალადობრივი აქცია და მთლიანად აქციას არ აქცევს ხო ძალადობრივად. შესაძლოა აქ ძალიან საინტერესო არის ის, რომ თუ კი სხვა რომელიმე ევროპულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, იქ არსებობენ ინსტიტუციები. ამით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ხდება ძალის გადამეტება, თქვათ, ხო, კონკრეტული სამართალდამცავების მხრიდან, იქ არსებობს სასამართლო, რომელმაც უნდა იმსჯელოს ამაზე. რომელმაც უნდა დაადგინოს შესაბამისად ამ ადამიანის პასუხისმგებლობა. დღეს ჩვენ გვყავს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც არ აღსრულებს თავის ფუნქციას, შაბლონურად აკეთებს განცხადებებს, რომ მან დაიწყო გამოძიება, თუმცა რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ ეს გამოძიება წინ არ მიდის. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე, მნიშვნელოვანი არის, რომ სასამართლო და ყველა ინსტიტუცია იყოს მაღალ თავის ადგილას და ასრულებდეს იმ ვალდებულებას, რაც მას აქვს კანონმდებლობით დაკისრებული. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ჩვენ მხოლოდ უშუალოდ აქციის დროს ძალის გადამეტებაზე ვსაუბრობთ. ფაქტობრივად ყველა შემთხვევაში, როდესაც ადამიანებს, რომლებსაც აკავებდნენ და აღინიშნებოდათ ფიზიკური დაზიანებები, ისინი ამბობდნენ, რომ დაკავების შემდეგ მათ უსწორდებოდნენ ფიზიკურად. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი წამების მსხვერპლი იყვნენ, ისინი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ და აქ არის მასობრივად ეს პრობლემა შემოსული. ეს პრობლემა არა მხოლოდ უშუალოდ აქციაზე რაღაც კონკრეტულ ქმედებასთან და დაკავების დროს რაღაც პატარა გადასდომასთან არის საუბარი, აქ საუბარი არის ადამიანების წამებაზე, რაც არის ძალიან ორგანიზებული დანაშაული, რაც ძალიან ხშირად ვიხილეთ ჩვენ პირდაპირ ეთერშიც, მათ შორის, თუმცა სამწუხაროდ, სწორედ იმ რეალობაში ვართ, რომ ჩვენ ვერ ვნახეთ ვერც ერთის დასჯილი სამართალდამცავი, რომელიც და სხვათა შორის ეს რას იწვევს? ეს იწვევს წახალისებას და პრივილეგირებას, როგორც კანონმდებლობით, ჩვენ ვნახეთ ეს, იმიტომ რომ იზრდება ასევე მათი უფლებამოსილება და აფასებენ ისინი ეს მაგალითად შეიძლება შეწყვიტონ აქცია, როცა მასობრივად ყველას ნიღაბი უკეთია, ხო? მაგალითად მათი უფლებამოსილება იზრდება და მეორე მხრივ დაუსჯელობის სინდრომი გარანტირებული აქვს, რომ და ისე როგორ უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, როდესაც უმეტესობას ჩემი ინფორმაციით ახლა რო ვადევნებდი თვალს მედიაში არ ქონდა მაიდენტიფიცირებელი ნიშნები. ეს არის ერთ-ერთი კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ართულებს, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას, რომელიც ართულებს იმას, რომ როდესაც ნუმერაცია სამართალდამცავებს არ აქვს, შესაბამისად ძალიან რთული არის იმისი, ასე ვთქვათ, განსაზღვრა, რომელმა სამართალდამცავი მით უმეტეს, როდესაც არც ერთს ფაქტობრივად სახი არ უჩანს და სახი აქვს დაფარული, რომელმა სამართალდამცავმა ჩაიდინა ესა თუ ის სამართალ გადაცდომა. თუმცა ყოველი აქციის დროს, მაგალითად, როდესაც ხდება სპეციალური საშუალებების გამოყენება, გეგმის მიხედვით, გარკვეული სამოქმედო გეგმა დგება, იქ უნდა იყოს გათვალისწინებული, ვინ არის პასუხისმგებელი პირი, ვინ კურირებს, ანუ ვინ ზედამხედველობს ამა თუ იმ ქმედებას, ვინ გასცა ბრძანება, ხო? შესაბამისად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აი ამ მძიმე პირობებშიც კი, რას თქვენ თქვით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტის დარღვევა, როდესაც ნუმერაცია არ აქვს სამართალდამცავს, შეუძლია, რომ დააყენოს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა, მით უმეტეს აი რამდენიმე დღის წინ, 2 დღის წინ ზვიად ხარაზიშვილი პირდაპირ ეთერში ურტყამდა აქციის მონაწილეს თავში და ამას რა თქმა უნდა არანაირი ნუმერაცია ეხა იმ მომენტში არ სჭირდებოდა, უბრალოდ არ არსებობს პოლიტიკური ნება. თუმცა ცოტა პოზიტიურ ჭრილში მინდა მაინც დავასრულო და ვთქვა ის, რომ ფაქტი არის, რომ ქართველი ხალხი
არანაირად არ შინდება იმ ძიმე კანონმდებლობით, რასაც ფაქტობრივად ყოველ დღე იღებს საქართველოს კანონმდებლობა და იგივე მთავრობის დადგენილება, ხო, რაც მიიღეს ერთი დღით ადრე გზის გადაკეტვა თბილისის გასასვლელის გადაკეტვასთან. კი ბატონო, მთავრობის ცვლილებაში შევიდა მოგეხსენებათ და მაინც ქართველი ხალხი არ შინდება და უწყვეტი პროტესტი გრძელდება და რა თქმა უნდა თავისუფლება და სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს.